საით მივდივართ, გამაგებინეთ. Გვაინტერესებს საით მიდიხართ ხალბატონო მაკა. იმაზე მეტი გავიგეთ ვიდრე ისურვებდა. რეჟიმის გზა რომ ევროპისკენ არ მიდის. ამის უახლესი დასტური ვარშავიდანაა. სწორედ პოლონეთში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი, სადაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანა მიიწვია. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა. ორმაგი სტანდარტები არის ყველგან. ორმაგი ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები დამსახურებით ხელისუფლების დამსახურებით ქართველი ხალხის დამსახურებაა ის, რომ ეს ხელისუფლება ყავს ნამდვილად და ის რომ კანდიდატის სტატუსი აი იმ ხელისუფლების დამსახურებით. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა არ მიიწვიეს იქ, სადაც ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მიიწვიეს. ამას რით ახსნით? იმით რომ ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავიზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვა, ეს არის ჩვენი პოზიცია. პასუხისმგებლობა სათხედავთ ხალბატონო მაკა. თქვენი პასუხისმგებლობა არსად არის ამ საქმეში? თელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ. არადა მიზეზი მკაფიოდ განმარტეს პოლონეთის საგარეოს პასუხში, რომელიც ფორმულა მიიღო მითითება ოცნების პოლიტიკაზე და იმ არჩევანზეა, რომელიც 28 ნოემბერს რეჟიმმა კობახიძის პირით გაახმოვანა. ეს უარია ევროინტეგრაციაზე, რამაც როგორც უკვე მკაფიოდ გამოჩნდა. აზრი მანამდე ქართველი ხალხის ბრძოლით მოპოვებულ კანდიდატის სტატუსსაც დაუკარგა. აქსიომა ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართული ხალხის მეგობარი. ამიტომ პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს მას, ქართულ ხალხთან სურს ურთიერთობა, თუ მას სურს კორუმპირებული წამების სისტემის შექმნელი სააკაშვილის რეჟიმის და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. ოცნების პასუხი ისევ თავდასხმა, თუმცა როგორც უნდა ეცადოს პაპუაშვილი, ცხადია, სამიტიდან ოცნების გამოთიშვა ტუსკის მთავრობის პოლიტიკურ გემოვნებას ვერ დაყრდნობა. პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და გადაწყვეტილებას გაერთიანების მანდატით მიიღო. თქვენი 28 ნოემბრის განცხადების დამსახურებად ხომ არ მიგეჩნიათ ის, რომ საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ 22 ნოემბერი სად იყო, როდესაც 2022 წლის ივნისში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე ქართულ ხალხთან ერთად და გამოვგლიჯეთ ევროპელ ჩინოვნიკებს კანდიდატის სტატუსი. რა შინაარსი დარჩა ამ სტატუს ბატონო ირაკლი, რატომ არ მიგიწვიათ პოლონეთმა ამ შეკრებაზე? რა შინაარსი დარჩა კანდიდატის სტატუსს თქვენი პოლიტიკის დამსახურებით? 22 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი გაქვთ პასუხი? არა. ვარშავამ რატომ არ მიგიწვიათ? ეს არის ჩემი შეკითხვა. იგივეა. იქ იყვნენ ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს სტატუსი, მაგრამ გაწევრიანებაზე აქვთ სურვილი გაცხადებული ევროკავშირში. აი თქვენ ამ შეკრებაზე როგორ ვერ მოხვდით? ფულზე დევს სამარცხვინო უსამართლობა ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, მივიღებდით აუცილებლად მონაწილეობას. წავიდოდა დიდუბეშიც, თუმცა არათუ ვარშავაში. როგორც ირკვევა, ივანიშვილის პრემიერი აქაც კი არ მიუწევიათ. ეს ევროპის დღეების აღსანიშნავი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად ევროკავშირის საელჩო მართავს. გამონაკლისის გარეშე საელჩო აქ ყოველთვის იწვევდა მთავრობის ლიდერებს, თუმცა წელს კობახიძე არავის შეუწყებია. პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შეასრულებას მივიღოთ მონაწილეობა. განმარტება არც ევროკავშირის ელჩმა დაიზარა. პაվել ჰერშისკიმ თქვა, რომ ექსპო ჯორჯიაში გამართული ტრადიციული შეკრება ასევე ტრადიციულად ღია ყველასთვის, ვინც ევროპულ ღირებულებებს, ერთობას და ერთობის ნაწილად საქართველოს ქცევას გულშემატკივრობს. ეს ღია ღონისძიებაა, ჩვენ დავპატიჟეთ ყველა და ნახავდით კამპანიას, მათ შორის მედიაში, სოციალურ მედიაში, პოსტერებით, ასე რომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა. ჩვენ არ გვაგვივრცელებია პერსონალური მოსაწვევები, არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის. წუხვარ, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ იმართება უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებაზე, სადაც საქართველო არ არის. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 1 წელია ახორციელებს. ეს უკიდურესად სამწუხაროა. დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის იზრდება. საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას ისტორიული შანსი. გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს. ყველა მიცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. იმედი მაქვს ეს მოხდება და მომავალში ვიქნებით ერთად, ერთ კავშირში. იმედი მაქვს, რომ საქართველო როგორც ქვეყანა მის ხალხთან ერთად შეძლებს გზაზე დაბრუნებას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. და რა არის საქართველო? ესაა ქართველი ხალხი. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ამ ფონზე გამოფენის ტერიტორიაზე ევროპის დღეების აღნიშვნას მოქალაქეებთან ერთად მხოლოდ პროდასავლური ოპოზიცია შეუერთდა. რეჟიმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იზოლაცია ქვეყნის შიგნითაც და ის, რაც ვარშავაში მოხდა, დასტურია. ოცნებამ კანდიდატის სტატუსს შინაარსი გამოაცალა და დატოვა მხოლოდ ფორმალურ ჩანაწერად, რომელიც არ არის გამორიცხული. გაერთიანებამ გააუქმოს კიდეც.
როგორც კეთროვანებს ისე ექცევიან და ეს გასაგებია და ბუნებრივია, მაგრამ ტრაგიკულიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ არა იმ ქვეყანათა სიაში, რომლის ხელისუფლება, მართველი პარტია თუ როგორც არის, რა ვიცი, თვითმარქვია პარტია არის სანქცირებული, არამედ უნდა ვიყოთ ლიდერი ჩვენ რეგიონში ეკონომიკური განვითარებით, ადამიანების გამდიდრებით, დაცულობით და უსაფრთხოებით. თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ევროპული ინტეგრაცია განახდეს, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და მერეც მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მოგვადგა ამ ხელისუფლების პირობებში. ევროპული ინტეგრაცია არის დამთავრებული. ჩვენ იმ შეხვედრებზეც კი არ ვართ, სადაც კანდიდატი სახელმწიფოები არიან წარმოდგენილი. რომ მოსასვლელი არ აქვთ, ხალხში ვერ დადიან, აი ესე ვერ გაივლიან, თორე აქ რო გამოიარონ ახლა ევროპის დღეზე, ნუ საოცრება დაემართებათ. მარტო შეუძლიათ შენობებში გამოიკეტონ იმის რა ქვია, პოლიციის ალყის უკან. ვარშავიდან დაბოლკილი ქართული ოცნება ევროპის მიმართულებით ახლა მხოლოდ ერთი რეისის იმედადაა დარჩენილი. 16 მაისს ალბანეთში ევროპის პოლიტიკური სამიტი უნდა გაიმართოს. კობახიძე ამბობს, რომ გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ოცნების ლიდერს წინ სავარაუდოდ უსიამოვნო გამოცდილების გამეორება ელოდება, როგორც მანამდე ბრიტანეთში, მაღალი ალბათობით ტირანაშიც კობახიძე ევროპელი ლიდერებით გარემოცულიც კი ისევ იზოლაციაში დარჩება.